მოგესალმებით ძვირფას მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით დიდი პატრიოტიზმით განსაკუთრებით ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს და აქვე ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმ ყველაფრისთვის, რასაც დღეს თერეთის განმავლობაში აკეთებდით, იბრძოდით ჩვენი შვილების და ჩვენი ნაცნობი ადამიანების თავისუფლებისთვის. ახლა ძალიან მოკლე ბრიფინგი ჩავატარებ ხახტო. ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი, რამის დრო მოვა. ძალიან ბევრია საბრძოლველი მომდენო დღეებში, მაგრამ ახლა მინდა ძალიან მთავარი რამ გითხრათ. არც მეტი და არც ნაკლები, ნურავის ნუ მოვატყულებთ. ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, დიდი ძალიან ბოკლომი დაედო ამ საქმეს. ამიტომ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში ჩატარდება, ვერანაირად, ვერასოდეს მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ არ მჯერა. დიახაც, მოპოვებული გამარჯვებები ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა თვითონც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო საკუთარ სხვა რეზიდენციებში. მოიპარა. და როგორ მოიპარა, რა გზით, რა შესაძლებლობებით, რა მეთოდებით, ეს ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, ამაზე თქვენ ყურადღებას არ მივიყრობ ახლა, მაგრამ მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი მეგობრებთან ერთად 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა ძალიან დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე. ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა იგი 30 ოქტომბერს. ალბათ ბევრ თქვენგანს გახსოვთ ეს ჩემი მიმართვა. დიახაც, მაშინაც გულწრფელი ვიყავი და ახალაც გულწრფელი ვარ. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და ბიძინა ივანიშვილმა დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური. მკითხავდით ალბათ ახლა რა გაქვს გეგმა, რა გაქვს გეგმა. პასუხობთ, არჩევნები არის გაუქმებული, არასოდეს მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. არასოდეს უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებავდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავწმუნებულიყავი იმაში, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული. ქუთაისზე დაწყებული, ზუგდიდით გაგრძელებული, თბილისით და შემდეგ უბრალოდ ვითომთ არაფერი ამ ადამიანმა აართვა არჩევნები. ამიტომ ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წავდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო. იმიტომ ვიწრო პარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს ახლა. პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს უბრალოდ. აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ. ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავა. ხალხს რწმენა გაუღვივდა, მაგრამ რა არის ახლა ჩვენი ამოცანა, რომ ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, მაგრამ ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების, ყველა, ვინც არის შეწუხებული გულახდილად ფაქტით, რომ ქვეყანაში სახელმწიფოში არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარასოდეს არ ჩატარდება. და ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წავდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება კვირდებით, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, სულ რა აქვს მნიშვნელობა ახლა პოლიტიკოსი ვარ, მე თუ პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი გულანთებული თქვენსავით, რომელსაც გული შეწყვეტა ამ ქვეყნის მომავალზე, კვირდებით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ სიტყვებს ასე უბრალოდ ხარი-ხარალოზე არ ვისვრით და ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი. მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გქონდა დიახაც, გქონდა მე პირადად კომუნიკაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მათ და მე მათ არ დაუმალე ის, რასაც ახლა თქვენ გესაუბრებით. მე მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული. მანამდეც გქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათთან საუბარი და მერწმუნეთ. არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორი თუ თანამებრძოლი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. ამიტომ აქ აღარ არის პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლველი. დიახაც, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში, მაგრამ ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ძალიან ფართო კოალიციური მოძრაობით. ამიტომ მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების და ფასეულობების მოსურნე
საქართველოს მოქალაქეებო, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავალისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ჩვენ არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. მაპატიეთ ახლავს მხოლოდ ამის თქმა მინდოდა და ხვალ კონკრეტული დეტალებით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა.